დღეს ერთად დგას ქართული საზოგადოება ჩვენი ეროვნული ტრადიციული ფასეულობების და ღირებულებების გარშემო. მე მინდა მადლობა გადავუხადო უწმინდეს და უნეტარეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, რომელმაც დააწესა ეს უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენს ქვეყანაში. მე მინდა მადლობა გადავუხადო საპატრიარქო ტახტის მოსახდარეს მეოფიოშიოს, რომელიც დღეს მიუძღვებოდა ამ უძვირფასეს სრულობას. და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვა, რა თქმა უნდა, ერთიანობის მნიშვნელობას. მე მინდა მიულოცო ყველას, ვინც შეუერთდა დღევანდელ სრულობას, იყო მრავალი ადამიანი, რომელიც დღეს არ იყო სრულობის მონაწილე, მაგრამ შორიდან გულშემატკივრობდა ამ სრულობას და ჩვენ ასევე დღეს უნდა მიმართოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავის შეხვედრების გამო არ შეუერთდნენ ამ სრულობას და ისინიც უნდა გავიხსენოთ ჩვენ სიყვარულით და მათ უნდა ვუსურვოთ, რომ მომავალში ხვალ გაიზიანონ ის ფასეულობები, რომელთა გარშემოც დღევანდელი ერთობა შეიკრიბა და მათ მინდა ვუსურვო და ჩვენთასაც მინდა ვუსურვო, რომ მომავალ წელს, როდესაც ეს სრულობა გაიმართება, ისინიც ყოფილიყვნენ ამის მონაწილე. ბრძოლა გრძელდება ტრადიციული ფასეულობებისთვის, ეს ბრძოლა არ არის იოლი, არის ძლიერი ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ტრადიციულ ფასეულობებს, ქმნიან ყალბ იდეოლოგიებს, ქმნიან ყალბ ფასეულობებს და ჩვენი ვალია, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ დედაეკლესიის ხარდამხარ იბრძოლოთ ჩვენი ეროვნული ფასეულობების დასაცავად. და მე დღეს კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოგცეთ პირობა საქართველოს მთავრობის სახელით, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, რომ ხელისუფლება ბოლომდე იდგება ჩვენი ტრადიციული ფასეულობების და ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს.